იუჰუ! საღამომშვიდობის მეგობრებო, მოკლედ მოვიცალე იმისათვის, რომ გეჭორაოთ და განვიხილოთ გალა 2026-ის სასწაული ღონისძიება, რომელიც ტარდება წელიწადში ერთხელ და სიამოვნებით წელიწადში ორჯერაც ვიხილავდი იმ კოსტიუმებს, რაც ვნახე. რა თქმა უნდა, იყვნენ სელებრიტები, რომელიც ძალიან მომეწონა, როგორც ყველას, ახლა მე არ ვარ გამონაკლისი და რა თქმა უნდა, იყვნენ, რომელიც საერთოდ ვერ გავიგე რატო და რა ეცვათ, ასე რომ ვთქვა, თუმცა ვიღაცისთვის ის იყო რაღაცა ძალიან დონე. მოდი მე ჩემს აზრს გეტყვით, რამდენიმე ფოტო მოგიცუნცულეთ, რომ ძალიან რაღაც ვრცელი არ გამოვიდეს. ხო და ეს ღონისძიება იმდენად ისეთი მოვლენა, მსოფლიო მოვლენა, რომ ნუ აი არ ვიცი, ყველა მართლა ეკრანებზე ვართ მიბსკდრები, ასე რომ ვთქვათ, რომ აი ეს ყველაფერი ვნახოთ და ნუ ჩვენ ვიცით, რომ გალაზე ყოველთვის არის დრესკოდი. და ყოველთვის უწესებს გამოწვევებს და წლევანდელი გახლდათ სამოსი და სხეულის ერთობა და ასევე სკულპტურა ქონდათ გამოტანილი და ფაქტობრივად ამით მიანიშნეს, რომ მათ შეეძლოთ არა მხოლოდ უბრალოდ სხეული და სამოსის რაღაცა თანხვედრა ყოფილიყო იდეაფიქსი, არამედ ყოფილიყო აი მაგალითად პირობითად რო გითხრათ რაღაცა ამიტომ რომ ქართლის დედის რაღაცა კაბა მოვირგო, რომელიც ამ ყველაფერს პასუხობს, ხო? აი როგორ წარმოვიდგენ მე მაგალითად რომ იყოს ასეთი კაბა და ნუ ხო ხვდებით რაზეც არის საუბარი, მოკლედ ვიღაც ნახატის მსგავს კაბით გამოცხადა, ვიღაც ისე, ვიღაც ფილმის პერსონაჟი და ასე შემდეგ. ხო და მოკლედ რამდენიმე იყო აი მართლა ზოგი ისეთი სამოსით იყო, რომ აი არ ვიცი, შოკიდან შეიძლება რომ ვერასოდეს ვერ გამოხვიდე. ბუნებრივია, ბევრი, ძალიან ბევრი უბრალოდ არ მინახავს, იმიტომ რომ ნუ აი მე იმდენია რომ რა ვიცი, მაგრამ ხო. მოკლედ ვიწყოთ რაიანათი. რომლის კაბამაც ცოტა იმედი გამიცრუა, მოდი პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაცა ვერ გავიგე. აი რაღაც ვერ იყო რა წესრიგში. თითქოს ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მთლიანობაში რაღაც არ იყო მიმზიდველი ვიზუალი, მაგალითად არ ქონდა და ვერც გავიგე საერთოდ რას პასუხობდა და რა იყო ამ კაბის რაღაცა შინაარსი. ნუ მე დიდად ვერ მოვიხიბლე ყოველ შემთხვევაში. თუმცა თავისი მაღლაზე რა თქმა უნდა მაინც დგას, მაგრამ ნუ ვთვლი რომ მეტი შეეძლო, მეტი ფანტაზიის უნარი შეეძლო გამოიყენებინა, რაც უხვად აქვს. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, როგორც ქონდა, მე მომეწონა, ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. მეიქაფიც ნორმალური ქონდა, ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ კაბი შესაბამისი. უბრალოდ რაღაცა კაბა ცოტა ზედმეტად პრიალებდა ჩემთვის, თუ აი არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ მისი სხეული და კაბა ერთმანეთთან არაფერ შუაში არ იყო სამწუხაროდ. ბიონსე, რომელიც ნუ აი რამდენი ხანია არ ყოფილა და ბოლოს როდის იყო დიდი ხანი გავიდა იმის მერე და გამოცხადდა როგორც ბოლოს სტუმარი და იყო, რა ვიცი მე რო არ იქა და ბიონსე მოდის და დავიჩოქეთ, ეგეთი ამბავი, თუმცა ძალიან გამიცრუდა აქაც იმედი, იმიტომ რომ აი მედგალა თვითონ ისეთი ღონისძიებაა, რომ უნდა აფეთქდე, ანუ შენი ფანტაზია უნდა აფეთქო და ბიონსეს შემთხვევაში ეს ისედაც სულ აფეთქებულია, ანუ ამ კოსტიუმში, რა კოსტიუმიც ეცვა. ხო, ნუ ახლა ბრილიანტებით რო იყო შემკული, რა თქმა უნდა, ეთყობა კიდეც და გაკლია რაღაცა ცირკონები ჩაესვა, ხო, მაგრამ
მიუხედავად ამ კაბის სიდიადისა და ღირებულებისა და ასე შემდეგ, მე მაინც ვთვლი, რომ მეტი შეეძლო, იმიტომ რომ თითქოს ბიონსეს ისედაც ასე ვხედავთ სულ და რაღაცა თითქოს ყოველდღიური 60-ით რო გამოცხადდები, ბიონსეს ასე აღვიქვა მე, იმიტომ რომ არა, რაღაცა მეტი შეეძლო, იმიტომ რომ ჯერ ბიონსეს არ დადიოდა ამ ღონისძიებაზე და ამდენი წლის მერე რომ გამოცხადდები, ალბათ უფრო უნდა აფეთქდეს შენი ფანტაზიები, მით უფრო რომ ძალიან საინტერესო შინაარსი იყო ამ ღონისძიებაში ჩადებული და ძალიან გამიცრუდა იმედი და აი ეს რაღაცა 35 მეტრიანი რაღაცეები რომ მოსთრავთ ხოლმე უკან შლეიფი რო გონიათ რომ ამის რაღაცა სიდიადე არის ხო, რაღაც არ მომეწონა. ხა ამ ფოტოში არ ჩანს, მაგრამ თითქმის 2 მეტრის სიგრძის იყო, ძალიან გრძელი. შესაძლოა აი ამ რაღაცის გარეშე მეტად მომწონებოდა კიდე ეს კაბა, ვიდრე აი ეს რაღაცა რო ქონდა და მოახუხიალებდა ძირს და ეს თავზე ერთ-ერთი რაც მომწონს ეს თავზე რაც დიადემასავით ახურავს, თუ დიადემა არ ვიცი რაც არის, მოკლედ თმის აქსესუარი, ლამაზია, უდაოდ კარგია, ხა ამას არ უნდა ზედმეტი ლაპარაკი, უდაოდ ძალიან კარგია, უბრალოდ ასე ხო ისედაც გხედავთ სულ ეს შეგრძნება მქონდა და რა საჭირო იყო ისე იგივე თითქმის ხო, რაღაც არ მომეწონა. ეს საერთოდ ვერ გავიგე რა არის და რასთან არის კავშირში. ზედა ნაწილი, აი სარტყელამდე, აი ხელი რო დავადოთ სარტყელამდე, რაღაც თითქოს საინტერესოდ ჩანდა, მაგრამ ქვემოთ რო ჩამოვედი, საერთოდ ვერ გავიგე ვერაფერი, მე რა იყო. არ ვიცი, აი რაღაც ძალიან არ მომეწონა, აი ეს სარტყელი საერთოდ არაფერ კავშირში არ არის, იმდენად არ უხდება ამ ყველაფერს. საერთოდ ვერ მივხვდი. რა კაბაცია, საერთოდ ვერ მივხვდი და საერთოდ იმედი მაქვს აქაც გაცხრუებული. შემდეგზე გადავიდეთ. ვაიმე, კარდი. მერტო ეს რა იყო? საერთოდ ამაზე ხალხო კომენტარიც კი არ ვიცი როგორ შეიძლება რომ გავაკეთო. კარდის რომ შეუძლია იყოს რაღაცა ფიფაფუ მაგაში ეჭვი არავის გვეპარება და ზუსტად მაგ ფიფაფუთი წარდგა ამ კოსტიუმით რაც ეცვა ამაზრზენი კოსტიუმია მართლა აი ვერც ერთი კუთხით ვერ მოვიწონე ვერც ერთით ხალხო აი ყვარი რომ ზედა ნაწილი მოგწონს აი შუა ნაწილი მე არა რაღაცა ბოლო დაბოლოება მოგწონს ხო ამაში არაფერი არ მომწონს აი რაღაცა გაურკვევლობა აი რაღაცა დაკლაკნი გველის ასოციაციას მიტოვებს და ძალიან ცუდად გავხდი ეს რო ვნახე ხო პასუხობთ გასაგებია რაღაცეებით მაგრამ სრულიად ამაზრზენობა ეცვა თავიდან ფეხებამდე ჩემთვის სამწუხაროდ აი ძალიან გამიცრუდა იმედი ძალიან ეს ის შემთხვევა სადაც ნამდვილად იმედი არ გამიცრუდა და უნდა ვაღიარო რომ დრო იყო კარდაშიანებს რაღაცა დასცინოდნენ რა რაღაცა კარდაშიანები თუ რაღაცა და სომხები თუ რა აი ძალიან რაღაცა ისე რა მაგრამ მთელ სოფლიოს დავამტკიცეს რომ მოდი თქვენ ერთი აქო რა მოდით აქო და ჩვენ კარგად ვიცით რამდენ წარმატებას მიაღწია რა ვიცი ყოველამ სათითაოდ კიმს რაც შეეხება ძალიან კარგი კოსტიუმი ეცვა აი ძალიან საინტერესო სილუეტით და მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორად ქონდა არც რაღაც გადაზედმეტებული ეცვა და აი საოცარი კორსეტია ზედა ნაწილი არის რაღაც სასწაული ძალიან ლამაზია ახლა რა თქმა უნდა აქ არ ვსაუბრობთ იმაზე ჩვენ აქ რა შავიცვამთ და ან რესტორანში რო წავიდეთ რა შავიცვამთ ახლა აქ რას პასუხობს ეს მედგალა მაგაზე ვსაუბრობთ ხო შესაბამისად ძალიან სწორად გათვლილი კოსტიუმია და 10-დან 10-ია ჩემთვის
ძალიან კარგია, ძალიან მომწონს ასევე მისი ვარცხნილობაც, არაფერი ზედმეტი რო არ აქვს, ასევე არაფერი ზედმეტად მეიქაფი და არც რაღაც აღსხმული ბეჭდები, ანუ გამოცხადდა და როგორც საჭირო იყო ისე. ქალბატონი ბიონსეს ქალიშვილი, როგორ ეტყობა რომ ისი შვილია, ფაქტობრივად რაღაცა დედის სილუეტით არის გამოცხადებული, რაღაცა მოდგმული რაღაცით. ხო, რა ვიცი. შემიძლია თქვა, დედის კოსტიუმს ნამდვილად ჯობია. გადავიდეთ შემდეგზე. ემას კაბაზე ვარ სრულიად დაშოკილი. იმიტომ რომ არის ულამაზესი, ფოტოში კიდევ არ ჩანს, ვიდეოში ბევრად ლამაზია. თან არის მოხატული ხალხო და იმდენად ლამაზია, კადრებს ვუყურე, როგორ ამუშავებენ, მოკლედ ამ კაბას და აი ყბა ჩამოვარდნილი. თვალი რო მოწყვიტო ვერ, აი მიშტერები ხარ, იმდენად ლამაზია. და რამდენი გარდამავალი ფერებია და მე ადამიანს რომელსაც მაქვს ფერების აღქმის პრობლემა ჩემთვისაც კი ძალიან სტაბილური ფერებია ულამაზესი ხარ არაფერია ნუ მკითხავთ ზოგი ვიცი მაგრამ უმეტესობა არ ვიკითხოთ 10-დან 10 თმაც კი ძალიან მომწონს როგორც აქვს ანუ ტიპაჟია რა ისეთი რა მომეწონა სასწაული ლუქით იყო გამოცხადებული, აი 10-დან 10 კი არის, 10-დან 100 იყო, ისეთ ვიდზია ტიპი, ამას ვუყურეთ უბრალოდ. ყველაზე მეტად რაც მომეწონა ამ მთლიან კოსტიუმში, არის სარტყელი, ქამარი, რაც უკეთია, ანუ ძალიან შეავსო მთლიანი კოსტიუმი. აი, რაღაცეთ ააწყო ლუქი რა. აი, ეს რო არ ქონოდა, მე მგონია, რომ ასე ძალიან არ მომეწონებოდა, მაგრამ 10-დან 10. 10-დან 100-საც მოგცემ, კაიშით იყოს. ეს საერთოდ ვისთან იყო? როგორ დოდონა იტყო და ისეთი ხმით ვიკითხე. ვერ გავიგე საერთოდ რა არის. ვერცერთ ნაწილში ვერ გავიგე. გიელოცავთ, რომ სასწავლო ღონისძიებაზე მოხვდით, უბრალოდ ვფიქრობ, რომ მეტი შეგეცილთ. ჰეილი. რაც შეეხება ჰეილის. ჰეილი, ნუ, რომ ძალიან ლამაზია. ჰეილი, რომ ჰეილია და ასე შემდეგ ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ სასწაული მოდელია და მოკლედ აი აწყობილი გოგოა თავიდან ბოლომდე გოგო 10-დან 10 როა ისეთია მაგრამ ძირითადად ღონისძიებებზე აი სულ რაღაცა სტანდარტულად ერთი და იგივენაირად გამოიყურება აი ეგეთი ის მრჩება ხოლმე ამას რომ ვუყურებ აი ლამაზია წერტილი მე დგალაზე ვფიქრობ, რომ მეტად შეეძლო კიდე რაღაცა თავი გაეგიჟებინა და ისეთი კოსტიუმი მოერგო, რომელი არ მოუხდებოდა გეხვეწებით. ქალი არის ხვართი. ანუ მარტო ტანფეხზე არ არის საუბარი, აი მაგარი ქალია რა და აი მართლა რო შეგიძლია შენი პოტენციალი ჩადო და გააქვს ამის ყველანაირი პირობა, აი არ უნდა მოხვიდე ასეთი კაბით რა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უხდებოდა, აქედან დავიწყოთ. მოვხსნიდი ამ რაღაცა 8 მეტრიან შლეიფს, რომელიც კისერზე აქვს მოგდებული. მერე ფოტოსესიის დროს რა თქმა უნდა მოიხსნა, ასეთ გადაიღო, ისეთ გადაიღო, მაგრამ საერთოდ ამას არც გავიკეთებდი. თუმცა ალბათ ფიქრობდა, რომ ცოტა მშრალი იქნებოდა მხოლოდ კორსეტი და ქვედაპოლო და ამიტომ გადაწყვიტეს რაღაცა მოეგდო. არ მომწონს ეს მოგდებული, საერთოდ არ მომწონს. ძალიან კარგად გამოიყურებოდა მერე რომ მოიხსნა. ეს კორსეტი რა თქმა უნდა მის სილუეტს 100-დან 100-ია და გამოხატავს და სხეული და სამოსი რაც იყო, ნუ მართლა ნამდვილად ვერ დაუკარგავთ ამ ამბავს. კორსეტმა ის საერთოდ შეკრა ყველაფერი. მე რაღაც ბეჭედი ეკეთა ისეთი
ოქროსფერში მოკლედ ძალიან კარგი იყო უბრალოდ ყველგან ერთნაირი არ უნდა იყო რა ეხლა მედგალა ისეთია რომ ანუ შეგიძლია რა გააკეთო სასწაული კაბები ეცვა ხალხს აი კიდე რაღაცა ბევრი ვერ ამოვკრიბე უცებ რაც მოახერხე და გადავავლე თვალი და დანარჩენში გადაში რაღაცებს მე გაგიზიარებთ ხოლმე ანუ როცა შეგიძლია უნდა გააკეთო რა და აი ამ კაბით არ უნდა მოხვიდე რა მიუხედავად იმისა რომ ცუდი არ იყო რა თქმა უნდა უბრალოდ სტანდარტულად რაღაცა გაყოფილი გადაწეული თმები სტანდარტულად ტუჩი სტანდარტულად ბეჭედი ანუ აი დატკეპნილი აი აქ არის ამოსული რა თორე ანუ კაბას დარაბას არ ვერჩი უბრალოდ ერთი და იგივეა უკვე ყველგან ჯიჯი ეს საერთოდ ვისთან იყო რატო იყო რა უნდა აი მართლა აი ვუყურებ ფოტოს და შოკირებული ვარ არც კომენტარი თქვენთვის მომინდია იმიტომ რომ მე ვფიქრობ უკვე რამდენი დღეა და კომენტარს ვერ ვაკეთებ საერთოდ რა ეცვა ხალხო 10-დან 1-იც მენანება რომ დავუწევ და მომკალი თუ გინდა და კაი 1 იყოს იმიტომ რომ თვითონ გოგო ნამდვილად დასაკარგავი არ არის მაგრამ ნუ აი არა რა მედგალაზე აი ამით რაღაცა არ უნდა არა ანუ ვერ გავიგე ეს კაბა საერთოდ ალბათ მოდის კრიტიკოსები უკეთ შეაფასებენ რა თქმა უნდა ვიდრე მე მაგრამ როგორც რიგით ადამიანს ეს საერთოდ არ მომეწონა და არა იმიტომ რომ აიმე და საცვალი უჩანს მანიკუროლი საცვალი უჩანს უბრალოდ თვითონ საერთოდ კაბაც არ უხდებოდა ჩემი აზრით აი რაღაცა მუჟამული ეს შიგნიდან რა თქმა უნდა არ იყო შავი და იყო კიდე სხვა ფერს ანუ საცვალი კიდე მეტად გამოკვეთდა ხო ამ ყველაფერს და აი მაღლაც აი არა მე ვფიქრობ რომ საერთოდ სხვაგან არის საერთოდ არც ერთ ნაწილში არ მომეწონა ჩემი კიდევ ერთი ფავორიტი რომელზეც იძახიან რომ იქ ეგონა ვეთყობა თავიო რაღაცა ნიღბების შოუშიო ამაშიო იმაშია ხარა თქვენს მაგრამ ურას უკაცრავად ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთ ხუთეულში ნამდვილად შევყვან იმიტომ რომ ნუ სასწაული კოსტუმი ეცვა სასწაული და ვუყურე კადრებს როგორ უკეთებდნენ სახეზე ამ ეგრეთ წოდებულ რაღაცა ნიღაბს როგორ დაუმუშავეს თვალი და მოკეთე კადრები რა თქმა უნდა დევს და აი ძალიან კარგია რა და მთლიანობაში არის ძალიან მაგარი ჰელოუინზე ეგონაო თავიო და მე ვერ დავეთანხმები ჰელოუინზე მგონი ქარდიბის უფრო ეგონა და კიდე ბევრს მაგრამ ამას მეეჭვება ეს ძალიან მომეწონა იმდენად საინტერესო კოსტუმი ეცვა თავის სახიდან თავიან ტანიან ყველაფრიანად რომ ის რასაც ითხოვდა მედგალა აბსოლუტურად პასუხობდა ხდა მეტი რა გაიკეთებინა რა არის ნახეთ შეიძლება პასუხობდეს მაგრამ შენ არ მოგეწონოს უბრალოდ ხო და ანუ ჩემ შემთხვევაში მე ვარ აღფრთოვანებული ძალიან მომეწონა 10-დან 10, 100-დან 100, 500-დან 500, რაც კი არსებობს, ყველაფერი შემიძლია დაუწერო, იმდენად მომეწონა. გავაგრძელოთ. დაგვშე კიდევ რამდენიმე. აღარ ვაპირებდი დამატებას, მაგრამ მოდი ბარემ ესენიც დავამატოთ და მივყვეთ ჯენერების ოჯახს. ნუ ქალი როგორ უნდა ვთქვა, ოჯახის დედა. ქალი რომელმაც, ესე იგი, ოჯახი დააყენა, ასე ვთქვათ, ფეხზე იმ კუთხით, რომ აი მართლა როგორი მენეჯერიც იყო მისი შვილებისათვის, აი რა ვიცი, სასწაული ხალხო, ყველა შვილის ცხოვრება კარიერული თვალსაზრისით, აი რა ვიცი, ააყვავა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და მისი კოსტიუმი ძალიან მომეწონა.
ძალიან სწორად პასუხობდა ყველაფერს. დაბერდა, დედა რა სახე აქვს, უკვე ატყდა ერთი ამბავი. მიუხედავად იმისა, გეტყვით რომ უამრავი რაღაც გაიკეთა სახეზე, რომ თავის გოგონას დამსგავსებოდა, მოკლედ კიმს, უბრალოდ კიმს გავდა ყველაფრით. ალბათ ასეც უნდოდა, არ ვიცი და ამიტომ ამბობენ რომ ვიკეთებდა იმიტომ რომ კიმს დამსგავსებოდა და ალბათ ამიტომ არ ვიცი, ვერ გეტყვით. თუმცა ერთი პერიოდი რაც შვილის ასლივით იყო. ახლა კიდე არ აუშავდა, დიდად არ ეტყობოდა მსგავსება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ბევრ პროცედურებს მიმართავს ქალბატონი და მისი კოსტიუმი ძალიან დახვეწილი იყო, სწორად შერჩეული იყო ყოველ შემთხვევაში და რაც შეეხება მის სიბერეს უკაცრავად, ახლა 70 წელს გადაცდა მე მგონი და ახლა როგორ უნდა გამოიყურებოდეს, ხო არ იცით. 10-დან 10. გავაგრძელოთ, მივიდეთ მის გოგონამდე კიდევ. მისი კოსტიუმი იყო საოცრება ჩემთვის, იმიტომ რომ ასე ერთი შეხედვით თითქოს არ მომეწონა. დიდად არ მოვიხიბლე, რომ მეთქი, რა ვიცი, ხო, ცუდი არ არის, მაგრამ არ გავგიჟდი მოკლედ. და უცებ მერე ხდება ისე, რომ იხსნება მოკლედ ეს კაბა და იშლება და არის ძალიან დიდი ფრთები, ულამაზესი. ახლა ამ წამს არ მაქვს ეგ ფოტო ფრთების, მაგრამ ალბათ თქვენ ნანახიც გექნებათ სავარაუდოდ. ულამაზესი ხალხო, ძალიან, ძალიან მომეწონა და ჩემთვის ასევე იყო 10-დან 10 ესეც. სტანდარტულად ვარცხნილობა, როგორც რჩევია ხოლმე, არ უყვარს რაღაც არაორდინალური ვარცხნილობები და რაღაცები, დიდად არ მიმართავს ამ ხელს. ყველაფერი ქონდა აწყობილი და ჩემთვის აბსოლუტურად პასუხობდა მედგალას იმ იდეაფიქს, რაც იდო. ბარემ გავაგრძელოთ მის დასაც მიუახლოვდეთ და ბარემ ეს ჯენერები ამოვწუროთ, კარდაშიანები ეს ჯენერები რას ავიკვიატე. ერთი ის აქვთ, მაგრამ მაინც. მოკლედ, მის დას რაც შეეხება, კოსტიუმი იყო 10-დან 10. ერთადერთი რაც დიდად არ მომეწონა, რა იყო, იცი? მაღლა ყველაფერი რიგზე იყო და აი რაღაცა სარტყელებზე მაქვს ეთქვა გართულება, რაღაცა სარტყელთან ეს გადმოკიდებული კაბა, აი ოდნავ თითქოს მეზედმეტა და თითქოს ოდნავ თხელფენას უფრო ვისურვებდი, ვიდრე რაღაცა სქლად იყო ზედმეტად ჩემთვის. თუმცა ნამდვილად ძალიან კარგი იყო, ძალიან სწორად იყო აღებული და შერჩეული თემატიკა. და ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი წარბი, რომელიც იყო გაღიავებული და აღარ იყო მისი ბუნებრივი ფერი, რაც არის მუქი ფერი და კაბას საერთოდ უცვლი და ყველაფერს. ანუ ის რა ფერის წარბიც მას აქვს, აი ისე რომ ყოფილიყო, ხო? კიდე სულ სხვანაირი გამოჩნდებოდა და აი ეს რომ გაიღიავა, ის საერთოდ სხვა ვიდი მისცა, აი აი გავაგრძელეთ. აი არ ვიცი. აი არც ვიცი რა ვთქვა, როგორც მუნჯი ეგეთი ვარ. დავმუნჯდიო, ხო იცით? აი ეგრე ვარ, ოღონდ ვერ გადავწყვიტე რომელი კუთხით დავმუნჯდე, იმიტომ რომ რატო შვილო? კაბის ფერი ძალიან მომეწონა და კაბის ფერი ძალიან უხდებოდა კიდეც და თეთრი კანი აქვს და წითელი, საერთოდ ბრდღვიალებდა და ძალიან ლამაზი იყო. ისედაც ლამაზია და ამ კაბაში ძალიან ლამაზი იყო. ხელზე ეს ბუმბულები ძალიან მომწონს, ზოგადად მე კაბაზე ხელზე ბუმბულები მომწონს ხოლმე, გრძელი სხვათა შორის, მათ შორის ძალიან მომწონს. სიგრძე, ანუ ყველაფერი მომწონს, ერთადერთი არ მომწონს ეს ჩამოკუნწიალებული წელზე შემორტყმული ბუმბულები, რომელიც მგონია რომ საერთოდ არ კავშირში არ იყო. მერჩვინე რაღაცა სხვაგან ყოფილიყო ეგ ბუმბულები, ვიდრე მათ. აი, თან როგორ ადგილას იყო, იცით, რომ
აი ოდნავ მაღლა რო ყოფილიყო კიდე ეგ ბუმბული, ოდნავ მაღლა რო აწეულიყო, ხო? კიდე მგონია რომ სულ სხვა ვიდი ექნებოდა და აი რაღაც ძალიან დაბლა და ჩავარდნილი და აი რა ვიცი, რა გითხრა. თვით გაგახაროთ. არ ვიცი, არ მომეწონა რა. ცუდი რო არ იყო გასაგებია და ასე შემდეგ უბრალოდ დიდად არ გავგიჟდი მოკლედ. აი ამ ბუმბულებმა დამცენტრეს. მის შულთან ერთად იყო ასევე მობრძანებული და მგონია რომ მის შულსაც უკეთესი კაბად შეეძლო რომ ჩაიძო, თუმცა უხდებოდა. ძალიან არა, მაგრამ უხდებოდა. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობი და მისი ფილმები ხალხო, აი ჩემთვის არის სამაგიდო წიგნები რო არსებობს, ხო? ჩემთვის არის ეს მსახიობი ასეთი უზენიჭიერი, უნიჭიერესი კი არა, იმის იქით რო აღარაფერი არსებობს. ძალიან მაგარი მსახიობია. საოცარი როლები აქვს ნათამაშები და ნუ კლასია რა. რაც თუ გინდა, რა ვიცი, ტომა რა მოაცვი, მაინც კლასია, მაგრამ ხო, ვერ ვიტყვი რომ კაბა არ უხდებოდა, ანუ რო ვუყურებ, ანუ უხდება რა, კაბა უხდება. არის რაღაცის გადმოკონციალებული თეთრი რაღაცა დიდად არ მომწონს, მაგრამ ხო, ნუ კარგი. მაგრამ რაღაცა მეტი შეეძლოს ამბავია რა. ვაიმე, ეს საერთოდ რა ხდება, აქ მე ვერ გავიგე. აი, ვუყურებ ხალხო, რამდენი ხანია და ვერც თავი გაუგე, ვერც ბოლო გავუგე, ვერც შინაარსი მე საერთოდ მეეჭვება რომ კაბა შინაარსი კონდეს. და ტანი და სამოსი ერთობლიობაზე თუ ვისაუბრებთ, აქ საერთოდ მეეჭვება ერთობლიობასთან რამე კავშირში იყოს. ნახე, ზედა ნაწილი კიდე გავიგე. ქვედაც გავიგე მოკლე. აი, ხელი რო დავადო, აი ასე ხო და არ ჩანდეს უკან რა ხდება, კიდე შეიძლება რა ვიცი თქვა რომ რაღაცა. მაგრამ აი ეს შლეიფი რომ მოსთრავდა, აი მანდ დავიცენტრეს. საერთოდ არაფერი კავშირში არ არის არც ერთი წამით. ეს კაბა მედგალა 2026-თან და შემურწყმული რაღაცა გაუგებარი აქსესუარი წელზე. აი, ამ კაბას რო იცვამ ჯერა უბედურებაში, ხარ გახვეული, ხო წარმოგიდგენიათ, მაგრამ თმა მაინც აიწერო, ასე კესერი გამოგიშდეთ. რაღაცა რა ვიცი, რაღაც გამოგიშდეს. ასაყურე აი არ ვიცი, 10-დან მინუს უსასრულობა. ჩემთვის საერთოდ ინტერესთანაც კი არ არის ახლოს იმდენად რაღაც კატასტროფა, აი არ ვიცი. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ძალიან არ მომეწონა. დღეისათვის ბოლო ლუკი, რომელიც მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება, მე მგონი არა მხოლოდ ჩემთვის, საერთოდ მედგალასთვის, ძალიან ბევრ ლუკებთან ერთად. აი, უბრალოდ რო უყურებ, ხვდები, რომ აი ეს ის არის, რაც უნდა ყოფილიყო, რაც უნდა ჩაეცვა და რაც პასუხობს 10-დან 10 და 100-დან 100-აც ეს კოსტიუმია რა და ნახეთ ამ შემთხვევაში მხოლოდ კოსტიუმზე კი არ არის რომ კოსტიუმი ეცვა, აი შეგრძნება მქონდა რომ შეერთებული იყო ტანთან ერთად ეს 60, რასაც ზუსტად ეს მედგალა მოითხოვდა, ხო, რაღაცა ერთობლიობა ყოფილიყო და ის ხელოვნური ცრემლები, რაც ქონდა გაკეთებული ხალხო, ვაიმე, გადავირიე, ისე მომეწონა ხალხო. ნუ გრიმი 10-დან 100 იმდენად მაგარი იყო და იმდენად დახვეწილი იყო და ძალიან მაგარი ნაშრომი იყო და მე ვთვლი, რომ ხუთეულში, აი აქ რაც გაჩვენეთ, დღევანდელ ვიდეოში ხუთეულში ნამდვილად შედის.
ხუთეულში. კიდევ რამდენიმე მყავს და ასევე ისეთებით და ასეთების და მე შიგადაშიგ რაღაცები განვიხილოთ ხოლმე, თუ მოვიცვალე მაგისთვის, რომ რაღაცა ძალიან დავკონკრეტდე ამ ამბებში აუცილებლად გაგიზიარებთ და ამ გოგოს უბრალოდ შეხედეთ ხალხო. ჯერ ისედაც ხომ მაგარი გოგო არა, რომ დადის და აქვს ყველაფერი, ეგეთ შეგრძნება მაქვს და როგორ უხდება სცენასაც და რომ გამოდის, მოაქვს ყველაფერი რა და რა თმის ვარცხნილობა ჯერ მის კადრებს რომ უყუროთ, ესე ზის და ტრიალებს და უკანაჩვენებს მაყურებელს როგორ უკეთები კი არა და უკვე გაკეთებულ იმას აჩვენებს რა და იმდენად ლამაზე და ჩახლართული ერთმანეთში და მეთქი მაგარი გოგო ხარ, მაგრად იმუშავეს, მაგარი გუნდი, უმაგრესი. Შევიძლია ვთქვა, რომ დავმუნჯდი ეს რომ ნახო, ეს ცრემლები იყო რაღაც არა ამქვეყნებად მაგარი, ძალიან მაგარი და ყველაფრით პასუხობდა მეტგალას. ძალიან კარგი იყო. და ყველაზე მთავარი კი ახლა დამავიწყდა, თქვენი დოდონა იმყოფებოდა მეტგალაზე და ჩემს ერთ-ერთ ფავორიტის სხეულში ვარ შემძვრალი თავიდან ფეხებამდე. უნდა არა გვანცა, არამედ დოდონა და აქვე ჩაგიგდებთ იმ ფოტოს, რომელზეც ბევრი ვიცინე. ავარჩიე დოდონას ერთ-ერთი მიმიკა ვიდეოდან, ბოდიში ფოტოდან და მოკლედ და ნახოთ რა გამოვიდა. ძალიან ბევრი ვიცინე, ძალიან სახალისო აღმოჩნდა და ნახოთ თქვენ როგორ მოგეწონებათ, როგორ მოგეწონებით. ნახოთ, ძალიან ბევრი ლუკი იყო, რომელიც ასევე ძალიან მომეწონა და გადარეული ვარ და ძალიან ბევრი, რომელიც მართლა, არა ვიცი, ფანტაზიას მისცეს გასაქანი, ოღონდ რა ვიცი, გასაქანი თუ გამოსაქანებელი მისცეს, არ ვიცი, მაგრამ დღეისათვის მოკლედ სულ ეს იყო. ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან საინტერესო ჩაიარა, მოკლედ მეტგალა. მე სხვა კაბებით რაღაცები შევარჩიოთ და ვიჭორაოთ. თქვენი აზრი გამიზიარეთ, რომელი მოგეწონათ, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის. თქვენ როგორ მოგეწონათ, ან უყურეთ თუ არა, ან არ ვიცი, ადევნებთ თვალს თუ არა ზოგადად ამ ამბავს და მოკლედ ძალიან საინტერესო იქნება. ვფიქრობ, რომ საინტერესო მიმოხილვა იყო და რომელ ნაწილში არ მეთანხმებით, ესეც დამიწერეთ, ძალიან გამიხარდება. Bye.